ეს კრემლის პროპაგანდის დემაგოგია და უნამუსობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ თითქოს ვინმე არის წინააღმდეგი გამჭვირვალობის. აქამდე რა კანონმდებლობაც არსებობდა რუსული კანონის მიღებამდე ბუნებრივია, საჭირო იყო და უზრუნველყოფილი იყო კიდევაც საქართველოს კანონმდებლობით ყველა ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობა, მარტო არასამთავრობოების კი არა, პარტიების და ნებისმიერი ორგანიზაციის, როდესაც არსებობს სახელმწიფო, როდესაც არსებობს ვალდებულება საზოგადოების წინაშე, ბუნებრივია, საჭირო არის შესაბამისი გამჭვირვალობა და ეს უზრუნველყოფილი იყო კიდევაც რუსული კანონის მიღებამდე. რუსულმა კანონმა დააწესა დრაკონული ზომები არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასთან მიმართებაში, რათა ხელი შეუშალოს ამ საქმიანობას და არა გამჭვირვალობა უფრო გაიზარდოს. არაფერი საერთო რუსულ კანონსა და გამჭვირვალობის ცნებას არ აქვს. გამჭვირვალობა ისედაც იყო უზრუნველყოფილი საქართველოს კანონმდებლობით და ბუნებრივია ამაზეა პრობლემა, ესაა პრობლემის სახით ქართულ საზოგადოებას და სწორედ ამიტომ გვეუბნება, რომ ეს არის რუსული კანონი და არა ევროპული კანონი ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების. ანუ რაღაცნაირად თქვენთვის ფარას ანალოგი საქართველოში მისაღებია, ხო? ანუ მოსკოვის კანონის. რომ ეს კანონი ჩემი პასუხი იხილეთ და გაიგებთ. ფარაზმის პროცესი იგივე ზედავთ 31 მაისიდან უნდა ამოქმედდეს ასე ვთქვათ უცხოური აგენტების რეესტრში დარეგისტრების საკითხი. დღეს მათ შორის ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლები ხვდებიან სხვადასხვა დიპლომატებსაც. ასე ვთქვათ, რა მიზანს ემსახურება კიდევ ვთქვათ, თქვენ ისაუბრებთ თავად კანონსა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტულად ეს კანონი ახლა რაც ასე ვთქვათ გადმოთარგმნეს ფარას ანალოგი, რასაც უწოდებენ, ეს რა მიზანს ემსახურება დღეს საქართველოში? კიდევ ერთხელ გავმარტო, ფარა თავის დროზე მიღებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა რუსეთის გავლენის გან დაეცვა ამერიკული საზოგადოება და რუსეთის, როგორც ამერიკის მოწინააღმდეგის ხელების ფათური არ დაეშვა ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსული ფულით და რუსული შესაბამისი გავლენებით. და დღეს ამ ყველაფერს იყენებს რა ფარას ანალოგს რუსული რეჟიმი საქართველოში, რუსეთის მეხუთე კოლონა ცდილობს ამით დაუპირისპირდეს დასავლურ გავლენას საქართველოში. იმ დასავლურ გავლენას, რომელზედაც ლაპარაკობენ, რომ თითქოს დასავლეთში მიყავს ამ რეჟიმს საქართველოს. რა თქმა უნდა, ტყუია, ხო? ანუ თან ლაპარაკობენ, რომ დასავლეთი გვინდა, თან ლაპარაკობენ, რომ ევროკავშირი გვინდა, ნატო გვინდა, მათთან მეგობრობა გვინდა, წევრობა გვინდა ევროკავშირსა და ნატოში და ამავდროულად ამბობენ, რომ ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოები თურმე ყოფილან საქართველოსთვის პრობლემა და საფრთხე. თურმე ჩვენი საზოგადოებისთვის პრობლემა და საფრთხე ყოფილა დასავლური დაფინანსება ჩვენი არასამთავრობო იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც მუშაობენ ხალხის სოციალურ დახმარებაზე, სამედიცინო დახმარებაზე, ჩვენი ძეგლების რეაბილიტაციაზე, ხალხის იურიდიულ დახმარებაზე, დემოკრატიის განვითარებაზე, საკანონმდებლო საკითხებზე. თურმე ეს ყოფილა მტრული ქმედებები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. იმ სახელმწიფოებისა, რომლებთანაც ერთად მეგობრობა გვინდა და არა მარტო მეგობრობა გვინდა, არამედ იმ ორგანიზაციებში წევრობა გვინდა, რომლებსაც ეს სახელმწიფოები წარმოადგენენ ნატოსა და ევროკავშირში. ანუ ეს არის უტიფრობა და ეს არის თავიდან ბოლომდე მატყუარობა ამ გაიძვერა ოღალატური კრიმინალური რეჟიმისა, რომელიც ერთს ლაპარაკობს დეკლარატიულად და სინამდვილეში აკეთებს მეორეს. ამბობს, როცა დაჭირდება, რომ ჩვენ დასავლეთში მივდივარ და ნატო და ევროკავშირი გვინდა და მეორე წამში მეორე წინადადებით ლაპარაკობს, რომ ის სახელმწიფოები თურმე საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენენ. აი ამ პრობლემასთან გვაქვს საქმე ფარას გამოყენებით სწორედ რუსული ინტერესების საქართველოში გატარებასთან მიმართებაში.
ბოდიში ქრონიკის ინფორმაციით ოპოზიციაში გიროს გადახდასთან დაკავშირებით არის შიდა დაპირისპირება და ასევე ბუინგი ნაწილი თulis რომ დანაწეს არ უნდა რომ გიროს არ გადახდის გამო წავიდეს ციხეში თქვენ ამ შემთხვევაში რომელს ფლანგს მიეკუთვნებით რომელიც ბუინგებს დაუპირისპირდება თუ თulit რომ უნდა გადაიხადონ გირა დავამატებ ასევე ვაშაძის განცხადებაც იყო რომ მას ჯერ არ მოიფიქრებია რა ჯობია გადახდა თუ არ გადახდა ფიქრობთ ჯობია ციხეში მიდომავ თუ გარეთ ბრძოლა ამ შემთხვევაში უცებ ვიცით რომ ხაზრაძე ჯაფარიძემ გადაიხადეს გირავ თუმცა ზურგის ჯაფარიძე არ იყო აქ დავამატებ ნიკო გვარაძის პროცესი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მაგრამ მისი საჯარო განცხადია რომ არ გადაიხდის როგორ ფიქრობთ ეს აკავებენ თუ არა უნდა გადაიხადონ თუ არა გირავ ჩვენ ძალიან კაფეოდ განვაცხადეთ რომ ეს ის საკითხია რომელიც ინდივიდუალურად უნდა გადაწყვეტოს თითოეულმა ადამიანმა ზოგს წარმოუდგენია მისი ბრძოლა მათ შორის შეიძლება ამგვარი პროტესტის ამგვარი ფორმით გამოხატული რასაც პრაქტიკულად ნებაყოფლობით ამ რეჟიმის მოღალატური და კრიმინალური რეჟიმის ციხეში ჩაჯდომა ქვია სხვა წარმოუდგენია სხვანაირად ამიტომ ჩვენ არც არავის დამონათებას და არავის ჭკუისწავლებას არ ვაპირებთ ჩვენ მე პირადად განვაცხადე არაერთხელ რომ არც ამ მოღალატეთა მიერ შექმნილ პარლამენტში ვაპირებ მისვლას რაც არ უნდა მისი სტრუქტურა იყოს და არც ბუნებრივია შესაბამისად არაფრის გადახდას რომელიც ამ სტრუქტურის მიერ იქნება დაწესებული დანარჩენი ყველა გადაწყვეტს ინდივიდუალურად ვისაც როგორ წარმოუდგენია თავისი ბრძოლის გზა ეს არ არის ყველაზე პრინციპული საკითხი და აქედან გამომდინარე ყველას აქვს დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება. ანუ უნდა გადაიხადონ ეს გირო თუ რა ვიცი ამ ქართული ენის გაგების პრობლემა გაქვთ? ხო მაშინ მეორეჯერ კიდევ მოისმინეთ ჩემი ნათქვამი და გაიგებთ არწმუნებული. ის პროცესია როგორ ფიქრობთ დააკავებენ თუ არა და როგორც ოქროშულ შემთხვევაში მოხდა უკაცდება ეს პროცესები როგორც წინასწარ რატომ უნდა ვილაპარაკოთ აგერ არის რამდენიმე საათში და ნახავთ. ანუ არ როგორ იქნება? რატო ვიმარჩიელოთ ახლა აქ? შემდეგშიც იქნება და როგორ იქნება დავინახავთ? რატომ უნდა ვიმარჩიელოთ? მე გითხავთ გუგასტანიძის განცხადებასთან დაკავშირებით მან გუშინ ერთ-ერთ გადაცემაში აღნიშნა ის რომ ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერი ასე თქვა ბიზნეს ივანიშვილთან მოლაპარაკე როცა წარმოუდგა თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით გაქვთ რა ინფორმაცია და როგორ აფასებთ აი აღნიშნულ განცხადებას ვინ არის ის ოპოზიციური ლიდერი ვინც კომუნიკაციებს მათ შორის ბიზნეს ივანიშვილთან და რა ხდება ამ შემთხვევაში ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თქვა ფორმალურად ვინ ვისთან კონტაქტობს თუ ვისაც მისვლა მიმოწერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავინახოთ ამა თუ იმ ოპოზიციური პარტიის ან თავის თავს ვინც ეძახის ოპოზიციურ პარტიას იმის კონკრეტული ქმედება საზოგადოება არის ყველაზე კარგი საჯული ამიტომ საზოგადოება კარგად ხედავს და დაინახავს მომავალშიც ვინ როგორ იქცევა და ვინ უწყობს ხელს რეალურად ამ რეჟიმის მცირედით მაინც ლეგიტიმაციას მათი მხრიდან ამ რეჟიმის გათეთრება და გახეხვა როგორც ყვავის გათეთრება არ გამოვა ისე არ გამოვა არანაირად მაგრამ ვინ ცდილობს ამას და ვინ უწყობს ხელს ამ რეჟიმს ვინ ცდილობს განხეთქილება შეიტანოს ოპოზიციის რიგებში და თქვათ ესე ვთქვათ სალაპარაკო გაუჩინოს ამ რეჟიმს ამას ქართული საზოგადოება დღესაც კარგად ხედავს და მომავალშიც კარგად დაინახავს ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და არა ვთქვათ რაღაცა მოსაზრებების გამოთქვა ვის შეიძლება დავაბრალოთ ასეთი რაღაც ჩვენთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი ვის გულისხმობთ როდესაც ამბობთ რომ აი საზოგადოება კარგად ხედავს ვინ ცდილობს რომ განხეთქილება შემოიტანოს მათ შორის ოპოზიციურ სპექტრში ამე ვერ გაიგეთ რაც ვილაპარაკე თქვენ ისაუბრეთ ზოგადი კონტექსტზე მე გეუბნებთ კონკრეტულად საზოგადოება თვითონ კარგად დაინახავს ვინც იქნება ეს ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვიღაცების დასახელება მაშინ როდესაც ასე ვთქვათ ოპოზიცია ერთიანი ბრძოლით არის ასე ვთქვათ წარმოდგენილი აი არ არის სამწუხაროდ ну ყოველ შემთხვევაში შეხვედრებია რაღაცა ფორმატებია და ну ყველა გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებს. აი ამ შემთხვევაში ასე
როცა თემზეევენიშვილისა და ქართული რა ვიცი, რამე სიახლეა თქვენთვის ან საზოგადოებისთვის, რომ ქვეყნის პოლიტიკურ სარბიელზე არიან პიროვნებები და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თავს ასაღებენ ოპოზიციად, მაგრამ სინამდვილეში თანამშრომლობენ ამ რეჟიმთან. მე მგონი საქართველოში 200-მდე პარტია თუ მეტია არ ვიცი, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ვინც ირქმევს თავს რომ პარტია ვართ, ის ხო არ არის პარტია, ან ვინც ირქმევს თავს რომ პოლიტიკოსი ვარ, ყველა ხო არ არის პოლიტიკოსი, ან ვინც ირქმევს რომ არის ოპოზიციონერი, ხო არ არის, არა ხო ვიცით რომ თავის თავს უწოდებენ ოპოზიციას, მაგრამ სინამდვილეში ხელისუფლებაზე მუშაობენ. მე მგონი ეს ახალი არაფერი არ არის და არც ახლა თქმულა ამასთან დაკავშირებით რაიმე ახალი. ყველაფერს ავლენს ქმედება ამა თუ იმ პიროვნების თუ პოლიტიკური ორგანიზაციის. შესაბამისად, ჩვენ აქ ვინმეს სასამართლო პროცესების მოწყობით არ ვართ დაკავებული, საჯული არის ქართული საზოგადოება და შესაბამისად ქართულმა საზოგადოებამ უნდა გააკეთოს დასკვნები და თვითონ ვთქვათ განსაზღვროს ვინ ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ვინ ემსახურება ცრუ ოპოზიციის სახით ამ მოღალატურ კრიმინალურ რეჟიმს. თვითმმართველობის არჩევნებს ეკითხავთ ახალ პარტიაში, სწავლენ ამ ბოიკოტის რეჟიმში ყოფნას და არ მონაწილეობის მიღებას, რა შედეგი ამდენი მყავართო, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობის მისამართი სწავლენ ეკითხავს, ელოს მიმართ და იმ პარტიების მმართველებს უარს ამბობენ სალსახად. სადამდე მიყავართ ბოიკოტს, თქვენ რომ ვიხრათ, თუნდაც წარმატების ერთ-ერთი საშუალება ოპოზიციისთვის და მეორე მხრივ ამბობენ, რომ ლელოც და მათ შორის მოისაზღვრებენ სავარაუდოდ ნაციონალურ მოძრაობასაც, ფართოდ ემზადებიან არჩევნებში მონაწილეობით. აი რას პასუხობთ ამას? სწორ ბრძოლას მივყავართ გამარჯვებამდე. არასწორ ბრძოლას და მოღალატურ კრიმინალურ რეჟიმთან ფარულ თანამშრომლობას თუ ღია თანამშრომლობას, ღიად მათი მხრიდან ლეგიტიმაციის შექმნის მცდელობას მივყავართ არასასურველ შედეგამდე. 2x2 არის 4. სწორი ბრძოლა არის გზა გამარჯვებამდე და რასაც მივყავართ გამარჯვებამდე და რაც მიგვიყვანს აუცილებლად გამარჯვებამდე, ესა თუ ის პარტია რას გააკეთებს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება არ ქონდეს, შეიძლება ეს იყოს კინეული ქართული საზოგადოების აი ამ ბრძოლის ამ ეტაპისთვის მთლიანობაში, რადგანაც გამოიყენებს ამ საბაბს ეს მოღალატური კრიმინალური რეჟიმი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იქნება პრინციპული და ამ კრიმინალური რეჟიმის თამაშებში არ ჩაერთვება. ძალიან მკაფიოდ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ყველანი ქართული საზოგადოება ვითხოვთ ცივილიზებულ, ნორმალურ, თუნდაც მეტნაკლებად დემოკრატიულ არჩევნებს. ამიტომ არჩევნები არის ის, რაც ჩვენ გვინდა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა და არ მივიღებთ მონაწილეობას ეს ოპერაციაში, რომელიც ამ რეჟიმს უნდა რომ გაასაღოს არჩევნებად. ეს არის ორი განსხვავება. ვისაც უნდა რომ მიიღოს მონაწილეობას ეს ოპერაციაში, რასაც ეს კრიმინალებისა და მოღალატეების რეჟიმი არ ქმნებს არჩევნებს, ეს მათი საქმეა და გამოჩნდება ისინი რას აკეთებენ. ვისაც უნდა მართლა არჩევნები და იბრძვის არჩევნებისთვის და არაპირებს მიიღოს სპეცოპერაციაში, არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ესეც გამოჩნდება. ხა ბოდვით და ზმანებით საკითხებზე ჩვენ ვერ გავცეთ პასუხს. ჩვენ საერთოდ ზოგადად ვემზადებით ყველაფრისთვის. იმიტომ რომ არავინ არ იცის რა დროს რა მომენტში რა ვითარება იქნება, ამიტომ ყველაფრისთვის უნდა იყოს მზად ყველა პარტია. ჩვენ გვაქვს ნათქვამი, რომ უკვე მე-13 წელიწადია ვებრძვით ამ რეჟიმს და ჩვენ ვართ მზად ნებისმიერ მომენტში რომ დაგვაპატიმრონ, ვიღაცა სადღაც დახვდეს სასტიკად გვცემონ, ტყვია გვესროლონ და შესაბამისად პოლიტიკური პარტია ამავდროულად ყველაფრისთვის უნდა იყოს ბუნებრივია მზად, რომ დაინიშნოს ქართველი ხალხისა და
ჩვენი დასავლეთელი პარტნიორების ზეწოლით არჩევნები, რომელიც მეტნაკლებად მაინც მსგავსი იქნება დემოკრატიული არჩევნებისა, რაღაც ელემენტები მაინც იქნება, ხო? ყველა უნდა იყოს მზად. ამიტომ სამზადისი და მონაწილეობა სხვადასხვა რაღაცაა. ჩვენ ყველაფრისთვის ვემზადებით. ეს არაერთხელ გვითქვამს. ყველაფრის სცენარის, აი ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ყველა სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად. ეს არ ნიშნავს, რომ სპეცოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც უნდა რომ ამ რეჟიმმა გაასაღოს არჩევნებად. ძალიან მარტივია. არის სპეცოპერაცია, რომელსაც არქმევს ეს მოღალატური და კრიმინალური რეჟიმი არჩევნებს, იქ არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა და ამისთვის არ უნდა ვემზადოთ და არის მეტნაკლებად მაინც დემოკრატიული არჩევნები, რომლისთვისაც ბუნებრივია ყველა ნორმალური პარტია, ყველა ნორმალური პოლიტიკოსი უნდა ემზადებოდეს. ამას ვითხოვთ, ხო? და გამოდის, რომ უცებ რომ დაკმაყოფილდეს თქვათ ეს პირობები, რაც ჩვენ გვინდა, უნდა თქვათ მე არა ცოტა ხანი დაგვაცადეთ, ჯერ მომზადებულები არა ვარ და მე მოვემზადებით და მე ჩავატაროთ, ხო? მუდმივად უნდა ვიყოთ ამისთვის მზად. ბუნებრივია და ამაში თავისთავად რა არის, ასე ვთქვათ, რაღაცა პრობლემატური და ვიღაცამ რა აღმოაჩინა ახალი ამერიკა არ ვიცი. მეკითხავთ რა მიზანს ემსახურება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმება და ასევე თანამედროვე სამსახურის სუსტან მიერ დაბრუნება, ასე ვთქვათ. თქვენ როგორ აფასებთ რა მიზანს ემსახურება აღმოჩენილი ცვლილებები? ყველა ცვლილება, რასაც ახლა აკეთებს ეს კრიმინალებისა და მოღალატეების რეჟიმი, ემსახურება იმას, რომ წავიდნენ იმის საპირისპიროდ, რა რეკომენდაციებიც აქვს ჩვენს ევროკავშირელ და ნატოელ მეგობრებს, იმისათვის, რომ საქართველო გამხდარიყო ნატოსა და ევროკავშირის წევრი. როგორც ვიცით, ეს რუსეთის ოკუპანტი სახელმწიფოს მეხუთე კოლონა საქართველოში, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდის სახით, აბსოლუტურად საპირისპირო მიმართულებით მიდის, 180 გრადუსით სხვა მიმართულებით მიდის, ცდილობს საქართველო კი არ დაახლოვოს, არამედ დააშოროს ნატოსა და ევროკავშირის სტანდარტებს, შეეწინააღმდეგონ პირიქით იმ რეკომენდაციებს, რომელსაც გვაძლევს ჩვენი მეგობრები. აქედან გამომდინარე არის ეს ყველა ცვლილება, რადგანაც მათ აბსოლუტურად არ აინტერესებთ არც გამჭვირვალობა, არც იმ ინსტიტუციების ეფექტიანი მოქმედება, რომელსაც მეტნაკლებად მაინც უნდა უზრუნველყო საქართველოს ევროპული სტანდარტები და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესაბამისი სტანდარტების სახელმწიფო ქონოდა. ეს მათ ინტერესში არ არის, ეს ჩვენ კარგად დავინახეთ, მათი განცხადებებიდანაც ჩანს და მათი ქმედებიდანაც ჩანს. ეს რა გავლენას მოახდენს, ასე ვთქვათ, საქართველოს და მათ შორის გრანტის მიმღებებსაც და მათ შორის დონორებთან ურთიერთობაზე. 31 მაისიდან გრანტებთან დაკავშირებით ეს დრაკონული კანონმდებლობა ბუნებრივია არის შესაბამისი რუსეთის, ბელორუსის და ჩეჩნეთის მსგავსი რაღაცა წარმონაქმნისა, როდესაც თურმე სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს არასამთავრობო ორგანიზაციები სამართლებრივ სფეროში, კულტურის გადარჩენის სფეროში, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის სფეროში თუ დემოკრატიული განვითარების სფეროში, ვის დაეხმარებიან და ვის არ დაეხმარებიან. ჩვეულებრივი ჩრდილო კორეის მსგავსი ვითარება გვაქვს. რაც მოსალოდნელი იყო, რაც ვიცოდით, რომ აქეთკენ მივდიოდით ამ მოღალატური რეჟიმის მიერ, ამას ვაპარაკობთ უკვე მე-13 წელიწადია, უბრალოდ ეს ყველაფერი ახლა უფრო და უფრო ხილული და მკაფიო ხდება ჩვენი საზოგადოებისთვის. დავაზუსტებ, რა მოლოდინი გაქვთ? თქვენ რა გავლენას იქონიებს აღნიშნული კანონმდებლობა 31 მაისიდან, როგორც კი ამოქმედდება, ასე ვთქვათ, გრანტების დაცემასთან დაკავშირებით? ეს არის მცდელობა, რომ რეალურად არასამთავრობო სექტორის მუშაობა იმ ორგანიზაციების, რომლებიც არ არიან დამოკიდებულნი ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმზე, მაქსიმალურად შეზღუდონ თუ არა საერთოდ დახურონ და გააქრონ ეს სექტორი როგორც ასეთი. ეს არის ამათი ამოცანა, მათ არ აინტერესებთ და უფრო მეტიც ეშინიათ ნებისმიერი იმ ორგანიზაციის საქმიანობისა, არსებობისა, რომელიც მათ მიერ არ არის გაკონტროლებული.
და მით უმეტეს ეშინიათ ნებისმიერი პოლიტიკური ასე ვთქვათ საქმიანობისა, ეშინიათ ნებისმიერი არაპოლიტიკური საქმიანობისა, რომელსაც ისინი ვერ აკონტროლებენ, ეშინიათ ნებისმიერი ფინანსური რესურსისა, რომელიც შეიძლება იყოს მიმართული ადამიანების დასახმარებლად, იქნება ეს სამედიცინო სფერო, იქნება ეს კულტურის სფერო, თუ იქნება ეს სამართლებრივი სფერო, თუ დემოკრატიის განვითარების სფერო. ნებისმიერი ამ ყველაფრის ეშინიათ და ამას კრძალავენ, იმიტომ რომ მათთვის მთავარი არის აბსოლუტური კონტროლი მთელ ჩვენს საზოგადოებაზე, პოლიტიკურ პარტიებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებზე. ეს არის ამ მოღალატური რეჟიმის მოქმედების, ვთქვათ, შინაარსი და დედააზრი, რა მიმართულებითაც ახლა მიყავთ საქართველოს პოლიტიკური სისტემა, რომ პრაქტიკულად გახადონ საქართველოს რუსეთის, ბელორუსის და ჩეჩნეთის მსგავსი სისტემის მქონე და არა ევროკავშირისა და ნატოს. გერმანიის ეთნოგრაფიული ფუნქციონალურობასთან დაკავშირებით განცხადება, რომ გერმანიაში სასჯელი პოლიციაზე თავდასხმა მიიჩნია, რომ 4 თვე ოფიცრში ავდეს, ეს შეიძლება იყოს საკმარისიო. ეს განცხადება რომ შეაფასოთ, რომ რას ფიქრობთ ეთნოგრაფიის თუ არა და მეორე მხრივ მართლა უნდა მოყვა შეფასება, რომ ეს არის ფორმალის სტანდარტი და მართლმსაჯულებაში ჩარევის მცდელობა არის, რომ მართლა თუნდაც რომ უპასუხოთ. მოღალატური რეჟიმი ბუნებრივია, ყველაფრით უკმაყოფილოა, რასაც ჩვენი დასავლეთელი მეგობრები გვირჩევენ და გვეუბნებიან, რაც შეეხება მზიამაღლობელის ვითარებას, ყველას გვაქვს ინფორმაცია, ვიცით რაც მოხდა, როგორც მოხდა, როგორ მოხდა მისი პროვოცირება და როგორ თურმე ძალიან მძიმე ტკივილი განიცადა იმ ადამიანმა, რომელიც თავის თავს ქართველ პოლიციელს უწოდებს და ქართველ მამაკაცს უწოდებს და ძალიან კარგად ვიცით, რატომაც ისჯება მზიამაღლობელი, რომ ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმს, რომელიც კრიმინალთან არის შერწყმული და ერთად ფუნქციონირებს, საერთოდ არ აინტერესებს არც პოლიციელის მუნდირის ღირსება და არც საერთოდ პოლიციის საქმიანობა დამოუკიდებელი სახელმწიფოზე, ხალხის უსაფრთხოებაზე მომუშავე პოლიციის ღირსება და ფუნქცია, მათ უნდათ რომ პოლიცია ისე როგორც სუსი იქნება ეს პროკურატურა, სასამართლო თუ ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა, ბიუჯეტი და ასე შემდეგ მხოლოდ ემსახურებოდეს ივანიშვილისა და მისი მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდის ხელისუფლებაში დარჩენის ინტერესს, რომ მათ ჰქონდეთ საშუალება გააგრძელონ ქვეყნის ძარცვა, ქვეყნის ეკონომიკის სისხლის წოვა და შეასრულონ ის დავალება მთლიანობაში, რა დავალებაც მიცემული აქვს პუტინს ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმისათვის, რომ საქართველოს კი აღარ იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული და ძლიერი სახელმწიფო, არამედ იყოს სუსტი, რუსეთზე დამოკიდებული და დასავლეთის სტანდარტებს და დასავლეთის სამყაროს მოწყვეტილი, იზოლირებული ქვეყანა, რომელიც იქნება რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ორბიტაზე და დამორჩილებული თავიდან ბოლომდე რუსეთზე. ეს არის მათი ამოცანა. ეს მზიამაღლობელის საქმეც ერთ-ერთი ამის გამოხატულებაა, ისევ როგორც ის არის პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებებით დაპატიმრებული, ისევე ყავს ჩვენ სხვა პოლიტპატიმრები მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით და თამადობით კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რადგანაც თავისუფლად დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანების ეშინია ამ რეჟიმს და ამ პოლიტპატიმრების საპატიმროში ყოფნით ცდილობს დააშინოს ქართული საზოგადოება თავის მხრივ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის, მზიამაღლობელის და სხვა პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის. გერმანიის ელჩი პირდაპირ ააკეთებს კომენტარს, რომ 4 თვეა იქნებს საკმარისი არის. ეს ამაზე რო ვკითხოთ, შეფასება თქვენთვის სამართლიანობა რა იქნებოდა ამ განაჩენის რა? გითხარით უკვე, აგეცით პასუხი.
კარგი მაჩვენებლები საქართველოს არაფერში არ აქვს, ეკონომიკურის და ბელორუსსაც აქვს და შეიძლება ჩრდილო კორეასაც ჰქონდეს, ისე როგორც პუტინის საქართველოს ოკუპანტ და მტერ ქვეყანასაც ჰქონდეს, მაგრამ ეს ეკონომიკური ციფრები გამომდინარეობს არა ქართველი ხალხის კეთილდღეობიდან, არა ქართველი ხალხის ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებიდან, არამედ ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდის გარშემო შემოკრებული რამოდენიმე ასეული ოჯახის ბიზნესების განვითარებიდან, საიდანაც ისინი ისქელებენ ჯიბეებს, წოვენ რა სისხლს საქართველოს ეკონომიკას და აი ეს არის ამ ციფრების გამოქვეყნების საფუძველი. ძირითადად ქართველი ხალხი არათუ ვერ გზნობს ამ წინსვლას და ეკონომიკურ განვითარებას, გზნობს უკუსლას, გზნობს პრობლემას, გზნობს სიუხვჭირეს. სწორედ ამიტომ არის, რომ მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმის მოღალატური საქმიანობისა და ბანდიტური კრიმინალური საქმიანობის შედეგად ქართული ეკონომიკა გაღარიბდა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა და მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საქართველოსდან წასულიყო. ქვეყანაში თუ კარგად არის საქმე, მილიონზე მეტი ადამიანი ქვეყნიდან რატო გავიდოდა? ასეთი უბედურება საქართველოს რაც ჩვენ დაგვემართა ამ ბოლო წლებში, ალბათ ყველაზე მძიმე საქართველოს ისტორიის პერიოდი თუ შეიძლება გავიხსენოთ და შეგვიძლია შევადაროთ. რა შეიძლება იყოს იმაზე მძიმე, რომ ახლა უკვე 3.5 მილიონიან ქვეყანაში მილიონი ადამიანი გავას საქართველოსდან, წავა საქართველოსდან. ამაზე მეტი ტრაგედია, ამაზე მეტი უბედურება რა შეიძლება რეჟიმმა მოუტანოს თავის ქვეყანას, რომელიც მათი სამშობლო არ არის. ისინი ემსახურებიან რუსეთს, ისინი ემსახურებიან საკუთარ ჯიბეს. საკუთარ ჯიბეს ისქელებენ და ამ ჯიბის გასქელების რაღაცა ეკონომიკური ციფრები არის გამოხატული მათ გარკვეულ სტატისტიკაში. ეს არის და ეს სიმართლე რეალობა არის ეს. მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცა საქართველოსდან ეკონომიკური სიდუხჭირისა და პრობლემების გამო, იმის გამო, რომ საქართველოს ეკონომიკა უფრო და უფრო მძიმდება, იმიტომ რომ ხალხი ღარიბდება, სულ უფრო და უფრო იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილის კრიმინალთა და მოღალატეთა ბანდა და მის გარშემო შემოკრებილი რამოდენიმე ასეული ოჯახი ისქელებს ჯიბეებს და მათი მდგომარეობა ნამდვილად უმჯობესდება. ხალხის ხარჯზე. აქციაც მოყვასო, ასე ვთქვათ. თქვენ რა ტიპის ბრძოლაში ხართ და მათ შორის გამოხმაურებაც თავად აქტივისტების მხრიდან აღნიშნულ განცხადებას ხოშტარიას განცხადებას იმ კუთხით, რომ ახლა რო წამოწია აღნიშნული საკითხი, რომ ძალადობრივი დამხობა, ჩვეულებრივი აქცია თუ როგორ სხვა ადამიანების განცხადებების განსახილველად აქ არ ვართ შეკრებილები, თუ ნაციონალურ მოძრაობას შეგეკითხებით, ჩვენ ვართ იმ ტიპის ბრძოლაში ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმთან მიმართებაში, რაშიც ვიყავით მთელი ამ 12 წლის განმავლობაში. ყველა გზა მშვიდობიანი, კონსტიტუციური და კანონიერი არის ჩვენთვის ბრძოლის გზა, რომელთაც ვიბრძვით, როცა გვაქვს ამის საშუალება. თავის დროზე იყო ეს საპარლამენტო გზა, თქვათ საკრებულოებში, ქუჩაში, ტელევიზიაში, საზოგადოებასთან შეხვედრით, მშვიდობიანი მანიფესტაცია, ყველა მეთოდი, რომელიც არის დაშვებული მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის ქვეყნის კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, ყველა მეთოდს ვიყენებდით და გამოვიყენებთ მომავალშიც. მე მგონი ეს ყველამ კარგად ისედაც იცის ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში შეკითხვები არც ერთ ნორმალურ ადამიანს ალბათ არ გაუჩნდება. და კიდევ გადასტრის ამას მოგვრუნდები თქვენი კოალიციის წარმომადგენლობაშიც გააკეთა განცხადება, რომ მომდევნო დღეებში გავაკეთეთ გადაწყვეტილებას ცივგონებით, რომ როგორც ჯობია ციხეში ბრძოლა წინააღმდეგობის გაწევა თუ გარეთ ყოფნაო, საპარლამენტო არჩევნებიც ჩაინიშნებაო და ამისთან მიმართებაში მისი გადაწყვეტილება რომ შეაფასოთ კითხავთ მაინც და ყოველდღე ხო არ არის გააგიაოს გადახდა ლეგიტიმაციის მინიჭება თუნდაც ამ პროცესის საკანონმდებლო კომისიის
სულ 2 წუთის წინ მაგ თემას გავეცი პასუხი.